ამ გოგომ ყველას დააჯერა, რომ ჰქონდა თავის ტვინის სიმსივნე და იშოვა მილიონები. It's all a lie, a great big lie. She doesn't have cancer. ეს არის ნამდვილი ამბავი ავსტრალიელ გოგონაზე, ბელ გიბსონზე, რომელიც 2013-2015 წლებში იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული wellness ინფლუენსერი. ამ ამბავზე Netflix-მა გადაიღო მინი-სერიალი, რომელიც მართლა ძალიან საინტერესოა. აქედან გავიგე ეს ამბავი და ვარ დღემდე შოკში. ბელ გიბსონი იყო და არის პათოლოგიური მატყუარა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავისი პოპულარობა და ცნობადობა დაეფუძნებინა ამ უდიდეს ტყუილზე, რომ ვითომ ჰქონდა თავის ტვინის სიმსივნე და ვითომ შეძლო განკურნება და ცხოვრების გაგრძელება თავისი wellness და ჰოლისტიკური მეთოდებით, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იყო სწორკვებაზე და ჯანსაღ რაციონზე. დაიწყო თავისი რაციონის და ამბის გაზიარება Instagram-ზე და ძალიან მალე მოიპოვა უდიდესი პოპულარობა. გააკეთა აპლიკაცია Whole Pantry, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ტოპ გაყიდვადი აპლიკაცია იმ პერიოდში. ამ აპლიკაციაში იყო განთავსებული ჯანსაღი რეცეპტები, კვების რაციონები და ასე შემდეგ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მისი გავლენის ქვეშ მოექცა ძალიან ბევრი ონკოპაციენტი, რომელთაც ასევე მიეცათ იმედი, რომ თუ ჯანსაღად იკვებებოდნენ და ამ სწორ ცხოვრების რეჟიმში ჩადგებოდნენ, ისინიც განიკურნებოდნენ. ძალიან ბევრმა ონკოპაციენტმა განაცხადა უარი სამედიცინო სტანდარტულ მკურნალობაზე და იმედი ჰქონდათ, რომ ბელ გიბსონის რეცეპტები და ჯანსაღი კვების მიმართულება მათაც უშველიდათ. I decided to stop using conventional medicine and try and find a natural way to heal myself. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძალიან ბევრი მათგანი გარდაიცვალა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, განაცხადეს უარი სამედიცინო დახმარებაზე და მკურნალობაზე. ამ წარმატებული აპლიკაციის შემდეგ ბელ გიბსონმა ასევე გამოსცა თავისი წიგნი. ეს წიგნი და თვითონ ბელ გიბსონის არაერთხელ გახდა სხვადასხვა დაჯილდოებების გამარჯვებული და იყო საზოგადოებაში ცნობილი როგორც წარმატებული ქალის სიმბოლო, ადამიანი, რომელმაც დაამარცხა სიმსივნე, გააგრძელა ცხოვრება, ყავს პატარა შვილი, არის კარგი დედა და ასე შემდეგ. და თუ გონიათ, რომ აქ მთავრდება ამ გოგოს საზღვარი აფერისტობის და პატყვარობის განცდებით, იმიტომ რომ მას ჰქონდა არაერთი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც წესით და რიგით ეხმარებოდა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, თუმცა მის ისტორიაში არც ერთხელ არ ფიქსირდება გადარიცხვები ამ რეალურ პაციენტებთან, ან თუნდაც მათი მკურნალობის ხარჯების დაფარვა. არც ერთხელ არ მომხდარა და სერიალშიც არის ეს ფაქტი ნაჩვენები. ალბათ უკვე წარმოგიდგენიათ რეალურ ცხოვრებაშიც როგორი მატყუარა იქნებოდა და თავის პირად ურთიერთობაშიც როგორ ამბებს დაატრიალებდა, ამიტომ მართლა ძალიან საინტერესო სერიალია და გირჩევთ რომ უყუროთ. და საბოლოოდ ეს გოგო ამხილა მისმა ასისტენტმა, რომელსაც ეჭვი შეეპარა მის დიაგნოზში და ეს ამბები გადასცა ორ გამომძიებელ ჟურნალისტს, რომელმაც ეს ყველაფერი ფაქტებით შეისწავლეს და ძალიან საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ამ ორი გამომძიებელი ჟურნალისტიდან ერთ-ერთის მეუღლე ასევე იყო სიმსივნით დაავადებული, რომელსაც სჯეროდა ამ ბელ გიბსონის და იყო აღფრთოვანებული მისით. როცა საკუთარმა ასისტენტმა ფაქტები დაუპირისპირა და უთხრა, რომ ყველაფერი ეღიარებინა და დაეპოსტა სიმართლე Instagram-ზე, რა გააკეთა იცით ბელ გიბსონმა? დაპოსტა Instagram-ზე, რომ სიმსივნე დაუბრუნდა და ახლა არა მარტო ტვინში, არამედ სხვა ორგანოებზეც არის მოდებულიო. ჩამატყუარა იყო წარმოიდგინეთ. რადგან თავად არ აღიარა ეს ყველაფერი, ჟურნალისტებმა დაწერეს სტატიები თავისი ფაქტებით და ყველაფრით ამ გოგოზე და მისი ნაშენებით ყუილის იმპერია ნელ-ნელა ჩამოიშალა. იმდენად დიდი ინტერესი იყო ამ ამბის გარშემო, რომ ავსტრალიის ნაციონალური ტელევიზიაც კი დაინტერესდა და რეალური ინტერვიუ არსებობს, სადაც ჟურნალისტი ესაუბრება ბელ გიბსონს და ცდილობს, რომ გამოტეხოს სიმართლეში და აღიარებინოს და ის მაინც აი ესე შემოვლითი გზებით პასუხობს ყველაფერს და არაფერს ესე რეალურად სიმართლეს მაინც არ ამბობს. You were supposed to have surgery. And I didn't. And why did you tell people that you had 3 surgeries? At the time, I think going back, I was late teens and I was going through a lot of emotional trauma and a lot of abuse at the time. ამ ინტერვიუს შემდეგ უკვე აღარ არის Netflix-ის სერიალში ნაჩვენები რა მოხდა. მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს ამბავი მივიდა სასამართლომდე და ავსტრალიის სასამართლომ ბელ გიბსონს დააკისრა საკმაოდ დიდი ჯარიმა. ეს ჯარიმა დღემდე არ აქვს გადახდილი. და ჩვეულებრივად ცხოვრობს, არ ვიცი.
რატო არაფერი არ ეხება და რატო არ ისჯება, არ ვიცი. არსებობს საკუთარ შვილთან და ქმართან ერთად, რომელიც არ გაშორდა ამ საოცარი ამბების დატრიალების შემდეგ მაინც. წარმოგიდგენთ ამ საქველმოქმედო ფონდებიდან შეგროვებულ თანხას საკუთარი ლაქშერი ცხოვრებისთვის მოიხმარდა. სხვათა შორის ერთი ქართველი ქალბატონიც არის, რომელიც ვაშლის მრის მიღებას და მოხმარებას უწევს რეკომენდაციას ინტერნეტში და რატომღაც მგონია, რომ ამ ბელ გიბსონის ამბით არის ინსპირირებული და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება შენთვის ბელ გიბსონი იყოს კარგი და პოზიტიური პერსონაჟი, როცა იყო აფერისტი, პათოლოგიური მატყუარა, რომლის ტყუილებსაც შეეწირა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე. არ ვიცი. თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ ამ მინი სერიალს და დამწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერაც და მე მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი.